თანამედროვე განათლების სისტემა საგაკვეთილო პროცესში მულტიმოდალურ სწავლებაზეა ორიენტირებული. ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს სასწავლო მასალა მივაწოდოთ იმ ფორმით, რომელიც მათთვის ყველაზე იოლად აღსაქმელია. იქიდან გამომდინარე, რომ დავიწყეთ ფიქრი, როგორი რესურსები შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აქტიურად საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ ამ მიზნების განხორციელება გაცილებით მარტივი და ეფექტური გახადა. მაგალითად, მეხუთე კლასის ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეები სწავლობენ გივი ბუტყუძის მოთხრობას განელებული კოცონი. პირველ ეტაპზე მოვახდინეთ ტექსტის მოდიფიკაცია. ერთი კონკრეტული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უნარების გათვალისწინებით. შევამცირეთ მოცულობა, გამამარტივეთ წინადადებები და დავტოვეთ ძირითადი სიუჟეტური ხაზები. შემდეგ ტექსტში არსებული თითოეული წინადადება გადავაქციეთ პრომპტად, ანუ ინსტრუქციად, რომელიც დეტალურად უხსნის ხელოვნურ ინტელექტს, როგორი ვიზუალური გამოსახულება უნდა შექმნას მოცემული ფრაზის საფუძველზე. პრომპტის შესაქმნელად შეგვიძლია თავად ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის გამოყენება, მაგალითად ChatGPT. ასევე ChatGPT-ს შეუძლია თარგმნოს პრომპტი ინგლისურად, რადგან კანვას ხელოვნურ ინტელექტს უფრო ზუსტად ინგლისურ ენაზე შეუძლია რომ დაამუშავოს ფოტო. თითოეული სცენისთვის კანვას საშუალებით დავაგენერირეთ შესაბამისი სურათები, ხოლო შემდეგ ეს სურათები გროკის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით 6-წამიან ანიმაციებად ვაქციეთ. შედეგად, მიღებული ანიმაციები CapCut-ის პროგრამაში გავაერთიანეთ ერთ მთლიან ვიდეოდ. აპლიკაციის საშუალებით ვიდეოზე დავამატეთ ჩვენი ხმის ჩანაწერი და ადაპტირებული ტექსტი, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს ერთდროულად აღიქვას ხმა, ტექსტი და სურათი. ანუ მასალა მიიღოს მრავალარხიანი გზით. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. აუდიოვიზუალური აღქმა ამარტივებს შინაარსის გაგებას, ზრდის მოტივაციას და ქმნის ინკლუზიურ საგაკვეთილო გარემოს, სადაც ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული.